ვაგემოვნებ ტაილანდურ სამზარეულოს და ღამის ბანგკოკში გავისეირნებ ტუკტუკით. თქვენს გამომყევით. ბანგკოკში საუკეთესო ხაოსოის რესტორანი აღმოვაჩინე. თავად რესტორანზეც ასე ვქვია. ხაოსოი. აი ასეთი ავთენტური და ძალიან მყუდრო გარემო დამხვდა. გაძლევენ ასეთ მენიუს ფურცელს და სასურველ კერძს აი ასეთ აპში აარჩევთ და შემდეგ თქვენს პირად მენიუში მონიშნოთ. მე შევუკვეთე ტაილანდური ხაოსოი საქონლის ხორცით. ასევე აპეტაიზერად ორთქლზე მოხარშული პელმენები და რა თქმა უნდა ტრადიციული ტაილანდური მწვანე ქრიზანთემის ცივი ჩაი. ერთი მთავარი კერძი საშუალოდ 6-10 დოლარის ფარგლებშია. პელმენები $3 ღირდა. ცივი ჩაი კი $1.50. ნახოთ რას მოიტანენ და როგორ მომეწონება. გეტყვით რომ ხაოსოი ჩრდილოეთ ტაილანდური სამზარეულოს საგანძურია. ასე რომ მისი დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ ტაილანდი. სხვათა შორის ამ კერძის წარმოშობა ჩინეთიდან მოდის თურმე. ეს ხრაშუნა ნუდელსები კი ყველაზე მეტად მომეწონა. ამის შემდეგ გავისეირნე ბანგკოკის ქუჩებში და შემოღამებულზე სახლში წასვლა ტუკტუკით გადავწყვიტე. ტუკტუკი ტაქსზე ორჯერ ძვირი ღირს ბანგკოკში. ასევე შევაჭრებათ შესაძლებელია და თქვენს გირჩევთ რომ შედარებით ბიუჯეტურად გამოხვიდეთ. რაც შეეხება მგზავრობას, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ისე სწრაფად დადიან გიჟებივით, ვერც კი წარმოვიდგენდი. მით უმეტეს ამ სიცხეში ჩემი აზრით ტუკტუკი საუკეთესო ტრანსპორტია გადასაადგილებლად. რა სიტყვით ჩვენთან გაამართლებს ეს ტრანსპორტი? თბილისის საცობებისთვის კი მისწრება იქნება. ეს ნახეთ ჩვენნაირების კოლონა, გადარეულები არიან. მოკლედ ძალიან სახალისოა ამით მგზავრობა. ვფიქრობ აზიაში მოგზაურობისას ტაქს ნამდვილად ჩამინაცვლებს. თუ ახლო პერიოდში ტაილანდში მოგზაურობას გეგმავ, ეს ვიდეო აუცილებლად შეინახე, რომ არ დაგეკარგოს. მეტი აზიური თავგადასავლებისთვის კი გამომიწერე და დაელოდე შემდეგ ვლოგს. აპატროებით!